ქართველი ემიგრანტი ქალბატონები და მათი ცხოვრების მტკივნეული დეტალები. პრემიერა, რომელიც საზღვარგარეთ ემიგრანტთა ცხოვრებას ასახავს, მესხეთის პროფესიულ დრამატულ თეატრში ადგილობრივმა მსახიობებმა წარმოადგინეს. პიესა სახელწოდებით დოდოს მოლოდნიში დათო ტურაშვილს ეკუთვნის. ნაწარმოები რეალურ ფაქტებს ემყარება, რომელიც დრამატურგმა საბერძნეთში მოგზაურობის შემდეგ დაწერა. ერთმოქმედებიანი წარმოდგენა ქართველ ემიგრანტ ქალბატონებს ეძღვნება და იგი მესხეთის თეატრში რეჟისორმა ვახტანგ ბერიძემ დადგა. სევდიანი კომედიისთვის სპეციალურად სიმღერაც დაიწერა. მუსიკალური ნაწარმოები ნინო გოგეშაშვილს ეკუთვნის და იგი სამშობლოს მონადრებას ასახავს. დღევანდელი პრემიერისათვის ახალციხეს პიესის ავტორიც ესტუმრა. დათო ტურაშვილის თქმით, ნაწარმოებს ორგვარი ფინალი აქვს. რეჟისორს კი საშუალება ჰქონდა სპექტაკლი ტრაგიკულად დაესრულებინა, თუმცა მან საკუთარი სურვილით სხვა მიმართულება აირჩია. მესხეთის პროფესიული დრამატული თეატრის სცენაზე პრემიერის ხილვა მაყურებელს 29 ნოემბერსაც შეეძლება. იტვირთეს უმძიმესი მისია, რომ თავისი ოჯახები გადაერჩინათ და თავისი ახლობლები. შეიძლება ცოტა ისეთი დამაფიქრებელი იყოს, ვიღაცისთვის მტკივნეული იყოს, მაგრამ ეს ჩვენი რეალობა, რომელსაც დღეს ამ დღეებში პრემიერის სახით შევთავაზეთ ჩვენ საზოგადოებას. თავისთავად მესხეთის თეატრი და ახალციხის თეატრი არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი კულტურული ცხოვრებისთვის და მე ვფიქრობ, რომ ყველაზე მეტად ალბათ თეატრის არსებობას აქვს გამართლება აქ ზუსტად და იმიტომ რომ აქ რადიკალურად სხვა ფუნქცია აქვს, ვიდრე თქვა თბილისის რამდენიმე თეატრს შეიძლება სულაც არ ქონდეს ესეთი მნიშვნელობა კულტურული თვალსაზრისით, არა მხოლოდ როგორც თქვა ახალციხეში თეატრის ფუნქციონირებს. ძალიან დიდი ემოციების ქვეშ ვარ და თითქმის ვერ ვლაპარაკობ, მინდა გითხრათ. ყველაფერი იყო, არ ვიცი, ძალიან დასაფიქრებელი სპექტაკლი არის თითოეული ჩვენთაგანისთვის.